მოგესალმებით, ეს არის ქრონიკა 11 საათზე. ახალ ამბებს ქრონიკა გვერდჩილაძე გაგაცნობთ. ქართული საჯარო პოლიტიკის პრობლემების განხილვა ქართული და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით კონფერენცია რედისონში ამ წუთებში მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები და სხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული ექსპერტები საქართველოში არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ გამოწვევებს განიხილავენ. რედისონში ნათია სონღულაშვილი მუშაობს. ეს ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგურთება. ნათია, კონკრეტულად რა საკითხებს განიხილავენ შეხვედრის მონაწილეები? რედისონში კონფერენცია 1 საათია უკვე რაც მიმდინარეობს. ქართველი და უცხოელი ექსპერტები განიხილავენ პენიტენციალურ სისტემაში ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე რეფორმებს. მხარეები იმსჯელებენ ასევე გამოწვევების პრაქტიკულ გადაჭრის გზებზე. გაიმართვება ერთგვარი პრეზენტაციას და მინისტრის მოადგილეები 1 ოქტომბრის, ანუ არჩევნების შემდეგ განხორციელებულ რეფორმებს გააცნობს შეხვედრის მონაწილეებს. შეხვედრას ესწრება ნიუ-იორკის მერის მოადგილე, USAID-ის წარმომადგენელი, საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციები. რა თქმა უნდა, ვართ კონკრეტული ინფორმაციით მოსული და გვინდა ვაჩვენოთ ჩვენს უცხო კოლეგებს და სამოქალაქო საზოგადოებას თუ ბოლო 4 თვის განმავლობაში როგორ ჩვენი სისტემაზე ორიენტირებული სისტემიდან როგორ გადავიდა ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ ღირებულებებზე და ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ამ კონფერენციაში არა მხოლოდ მთავრობა იღებს მონაწილეობას, არა მხოლოდ მთავრობა ესაუბრება თავის თავს, არამედ მთავრობა, აკადემიური სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება არის ძალიან მაღალი წარმომადგენლობა. ეს არის ინიციატივა, რომელიც უნივერსიტეტების, მთავრობისა და არასამთავრობოების ერთობლივ შეხვედრას გულისხმობს, იმისთვის რომ სოციალური პრობლემების განხილვა მოხდეს. მე ნიუ-იორკის მერიას წარმოვადგენ და დღეს პენიტენციალურ სისტემაზე ვისაუბრებ. ეს კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მიზნად ისახავს საჯარო პოლიტიკის შესახებ დისკუსიების გამართვას. კონფერენცია ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და დღეს ვიმსჯელებთ ჯანდაცვის რეფორმაზე, ასევე პენიტენციურ სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ. მსგავსი კონფერენცია საქართველოში ყოველწლიურად იმართება. ამ წუთებში კონფერენციაზე განიხილავენ ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს. კონფერენცია რედისონში 6 საათზე დასრულდება. მადლობა ნათია, პირდაპირ ეთერში ნათია სონღულაშვილი საუბრობდა ფოთის სპორტის თანამშრომელი